გამარჯობა. კეთილი იყავს ჩემი ფეხი თქვენს კლინიკაში. ეგუნა რა ხდება? რა შეასაქმე? რა კეთილი იყოს ჩემი ფეხი თუ რა ხდება? რამე ახალი თამაშია? პირველად ხარ ხო შენ ჩვენთან ახლა არ ყოფილხარ არასდროს ჩვენ კლინიკაში? სადვე დაჯექი ერთი წამი. აღწევი ხა. შენ საერთოდ როგორ მოხვედი ჩვენ კლინიკაში? ჯერ ერთი ეს მინდა გკითხო რა. შენ სასამართლომ არ გამოგიწერა შემაკავებელი ორდერი? 100 მეტრის რადიუსი არ უნდა მოუახლოვდე ჩვენს კლინიკას და რა ხდება? როგორ ან დაცვა რა საკეთებდა? დაცვამ ვერ დაგინახა თუ რა ხდება? ვერ ვიცნო დაცვა. ვერ გიცნო? ვერ ვიცნო. შვილი და ქმარი ვერ ცნობენ. ახლოდან თუ არ ნახეს და დაცვა ვიცნობდო. ექიმო. ვით რატო არ მოსული? არა, საიდან უნდა ვიცოდე? არა, წარმოდგენაც არ მაქვს. ეკუნა რაზე შეიძლება შენ ახლა იყო ჩვენ კლინიკაში მოსული? ბოტოქსის დამატება მინდო. რას მელაპარაკებ? ბოტოქსის დამატება გინდა? ხო. ჩვენთან კლინიკაში გინდა შენ ბოტოქსის დამატება? ხო, ექიმო, იცით რა შეია საქმე? ხო. აი რაღაცნაირად ისე ვარ, აი მორალურად ვნადგურდები, რო არ დავიმატო. შენ სხეულზე ფიზიკურად ადგილი არ დარჩა, რომ ბოტოქსი დავამატოთ და ამას მე შენ პირველად არ გეუბნები. ამიტომ მორჩა ამაზე საუბარი. ძალიან გთხოვ. იცი რა ვიფიქრე, ექიმო? რა იფიქრე? აი გარედან ხო ყველგან გავიკეთე ეს ბოტოქსები, სილიკონები, ყველაფერი და შინაგან ორგანოზე რომ მოგვესინჯა. რა სისულელეს ამბობ? აი მაგალითად თირკმელზე რომ შეუშვათ თხლად ცოტა. რა თირკმელი შენ გაგიჯდი საბოლოო თუ რა თირკმელი რო დაზიანდეს მე სად მიდიხარ? თირკმელი მაგიტო გითხარი, 2 მაქვს. ვიცი, ეკუნა 2 რო გაქვს თირკმელი. ყველა ადამიანს ორი. ხო და არა, დაივიწყე ხა შინაგან ორგანოებს მე ვერ შევეხები, ერთი ალაფეთ არ შეიძლება პრაქტიკაში არ არსებობს ესეთი რაღაცა, ყველაფერს რო თავი დავანებო. ვაიმე, კარგით ექიმო რა. მაშინ ისე ქუთუთოზე დამიმატეთ რა. გამორიცხულია. რატო? თვალი დაძრულია. დაძრულია, ანუ ის რომ იმდენი ჩარევა მოხდა შენს ორგანიზმში, თვალი შესულია სახის მეწყრულ ზონაში. და გამაგრებით სამუშაოებია ჩასატარებელი და საერთოდ იმასთან მიდი ტრავმატოლოგთან ჯობია რა ჩემთან სია. არა, ტრავმატოლოგი. არა, გეუბნები, გამაგრებით სამუშაოებია საჭირო. ცოტა უნდა დავიმატოთ. ეგრე მეუბნებოდი თქვენ წინა მოსვლაზეც რომ ბოტოქსი ქუსლში არ შეიძლებაო, მაგრამ იცით რა რვილად დავდივარ. ხო და ქუსლშიც გაქვს ეკუნა ბოტოქსი და აი მეტი სადღა უნდა გაიკეთო, გამაგებინე, გამანებე თავი რაში და ორგანოები ხა მართლა შენი უბედურების მიზეზი ხო არ გინდა გამხადო რა ბოლო საკმარისი ბოტოქსია შენს ორგანიზმში და всё აღარ არის მეტი საჭირო მორჩა. ამ ერთხელ ცოტა რომ დავამატოთ რა და პირობას გაძლევთ რომ გამოსწორდები. არა, გამორიცხულია, გამოსწორდები, აი რაღაცნაირად ვიმკურნალებ და უარს ვიტყვი ამ ბოტოქსზე. უბრალოდ აი დღეს დამიმატეთ ცოტა რა, თორემ იცით რა რთულია გალაზდერენის ჩონტერები? როგორ? ეკუნა რა თქვი? ვაიმე, ექიმო. რა მჭირს? რატომ მალარნარნარნარნ დენგრანდა? ერთი წუთი დავშვიდი ეკუნა, ესა ნინიკო, შემოდი რა პაციენტია კრიტიკულ მდგომარეობაში. სავარაუდოდ ბოტოქსმა გაჟონა და ტვინში ჩაიქცა, ან რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ესეთი ხდება, შემოდი დროზე. ექიმო, მოძდანდერია გალანდერები. ეს პარამეზე